დღეს კანცელარიის შენობასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია. ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მოძრაობა 2 ივნისის წევრები მთავრობას იმ დაპირების შესრულებას თხოვენ, რომელიც ნარკოპოლიტიკის გადახედვას გულისხმობს. ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მოიხმარენ მარიხუანას, არ უნდა ხდებოდნენ ციხეში და განსაკუთრებით არ უნდა ხდებოდნენ ციხეში ისეთი არადეკვატური ვადებით, როგორც ეს დღეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში. მე არ წარმომედგენია ქვეყანაში ცხოვრები არც ერთი ადეკვატური ადამიანი, რომელიც ეთანხმება იმას, რომ ადამიანები, რომელიც მარიხუანას მოიხმარენ, მხოლოდ ამის გამო მოწავდნენ ციხეში. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა, ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და უახლოეს მომავალში მთავრობას მოუწევს წავიდეს დათმობებზე. ჩვენ ვთვლით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არის პირველი და ყველაზე გადამწყვეტი აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ მოხდეს ზოგადად ეფექტური ნარკოპოლიტიკის შემმუშავება. ანუ ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, მოწოდება ხელისუფლებისთვის და საზოგადოება იკრიბება, რომ დაანახოს თავიანთი განწყობა. რაც შეეხება საფრთხეებს, დეკრიმინალიზაცია არათუ არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს. პირიქით ეს არის აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოს გონივრული, რაციონალური მიდგომების ძიება, გონივრული ნარკოპოლიტიკის შემმუშავება. ადამიანი, ვინც ამას მოიხმარს, არანაირად არ ხდება მიდრეკილი იმისკენ, რომ საფრთხე შეუქმნას ვინმეს ძალიანაც რო უნდოდეს ეს სიფხიზლეში. ცალკე საკითხია ეს, უნდა მოიხმარონ თუ არა მარიხუანა, ყველას თავისი უფლება აქვს, მაგრამ მაგას დარწმუნებით ვიძახი, რომ არანაირი საფრთხე და აგრესია მაქედან არ მოდის. ეგ კი არა, შეიძლება ვიღაც გაბრაზებულმა ადამიანმა მოწიოს და ეგრევე შენთან მეგობრობა მოუნდეს. სრულად აბსურდული არის ის სასჯელი, რაც მარიხუანას და ზოგადად ნარკო დამოკიდებულ ადამიანებს შეეფარდებათ. ანუ აბსოლუტურად არაფერში არ ხდება და ჩვენ გვაქვს ან რეკომენდაციებიც არის გაეროს და ასე შემდეგ, რომ აუცილებლად შესაძლებელი არის ეს ყველაფერი, მაგრამ რატომღაც არც წინა ხელისუფლებამ და არც ახალმა ხელისუფლებამ აქეთკენ ქმეთი ნაბიჯები არ გადადგა, რაც ეჭვს ბადებს, რომ აი აქედან ამოღებული ჯარიმებით და გირაოებით ივსება ბიუჯეტი და სადმედის ეს ფული კაცმა არ ეწევა. მე ვთვლი, რომ საზოგადოებრივ არ შეიძლება ადამიანის სასტიკად დასჯა მცირე დანაშაულის გამო, ისე დანაშაულის გამო, რომელიც სოციალურად საშიში არაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაცია ამ საკითხის აუცილებელია, მაგრამ რა გაკეთდეს ძალიან ფაქიზად, ძალიან ნელა მოთმინებით უნდა გაარკვიონ ყველა საკითხი და სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს სტიქიურად ამის გაკეთება არ შეიძლება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია სავალალო შედეგებს გამოიწვევს. ლევან იზორიას განმარტებით, მარიხუანა გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯანმრთელობის მავნე ნივთიერებების სიაში აქვს შეტანილი და საქართველოს როგორც კონვენციის ხელმომწერი გამონაკლის არ დაუშვებს. მარიხუანა ზოგადად გაეროს სიებშია მოცემული, როგორც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილება და ინიციატივა, საქართველოს როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ამ სიებს აღიარებს როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებს გამონაკლის არ უშვებს მარიხუანაზე, იმის თქმა, რომ ყველაფერი დეკრიმინალიზებულია, მერწმუნეთ, რომ ეს ჩვენი გენოფონდის ისევ სავალალო მდგომარეობაში ჩაყენებას გამოიწვევს, თუ ჩვენ რაღაც ალტერნატივებზე არ ვიფიქრეთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მოხმარებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას. მეორე ჯერზეც მოხმარებისთვის არის ჯარიმა, პირველად მოხმარებაზე სასჯელი არცად არ არის გათვალისწინებული. სისხლის სამართლებრივი ყოველ შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებული მიდგომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. დავით სერგეენკოს თქმით, მარიხუანას მოხმარებისთვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელია დაწესებული. მარიხუანასთან და შედარებით სუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება. მეორე მხრივ, სააფთიაქო ნარკომანიასთან იყო აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანა არის ის, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მაგრამ მეორე მხრივ მთლიანად პოლიტიკა არის წესრიგში მოსაყვანო, ანუ ერთის მხრივ იყო გადავარდნილი ერთ უკიდურესობაში მარიხუანას შემთხვევაში და მეორე მხრივ სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევაში მეორე უკიდურესობაში და შუაში ნარკოპოლიტიკა არ იყო გამართული. ჩვენ ვცდილობთ, რომ სამივე მოვაგვაროთ. მე არ გავურბივარ პასუხს, რა თქმა უნდა, ვიმეორებ, რომ მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. მისი აზრით, არც ერთი ნარკოტიკის მოხმარება კანონით არ უნდა ისჯებოდეს. მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, დავიწყოთ აქედან. არადეკვატური როა თავისთავად იგულისხმება, რა თქმა უნდა. მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს ეს ადამიანის ინკრიმინირებას არ უნდა იწვევდეს და ამისთვის სასჯელი არ უნდა იყოს კანონმდებლობის მოხმარებისთვის ხას უსვამ კიდევ ერთხელ გათვალისწინებული. მე საერთოდ იმ ადამიანებს ვეკუთვნი, ვინც თulis რომ საერთოდ არანაირი ნარკოტიკის მოხმარებისთვის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს. აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისის დროით 6 საათზე დაიწყო და 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართა.